საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესზე, ლამის ყველა კანონის მიღებასა და გადაწყვეტილებებზე დასავლელი ელჩების მხრიდან კომენტარები, კრიტიკა და შეფასება საქართველოში უკვე არ გვიგვერს. მათ რიგებშია პაվել ჰერჩინსკიც, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის გაურკვეველ მდგომარეობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განაცხადა, რომ საქართველოში და საქმეებში არ ერევა. დიპლომატიის სტანდარტი ნამდვილად მოითხოვს ამა თუ იმ ქვეყნის ელჩისგან მასპინძელი ქვეყნის საქმეებში ჩარევა არ დაუშვას, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ვუყოთ არქივს, რომელიც ხელნაწერების მსგავსად არ იწვის და ბევრ ისეთ შეფასებას ინახავს, რომელიც დიპლომატიის არსს უხეშად არღვევს. მაგრამ მხოლოდ კომენტარებს ვინჩივის, როცა არქივი მთელ წინასაარჩევნო პერიოდში ევროკავშირის ელჩის ჩართულობით არაერთ ღონისძიებასაც ინახავს, სადაც დემოკრატიის სახელით მიმდინარე შეხვედრები ტარდებოდა ხელისუფლების საწინააღმდეგო ფარული თუ ღია გზავნილებით. შორსაც რომ არ წავიდეთ ფრაზას საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევი წინ იგივე ჰერჩინსკის მიერ. იმავე დღეს მმართველი ძალის კრიტიკა უძღოდა, გამოდის რომ დიპლომატიის როლი ელჩების ნაწილისთვის მაშინ ხდება დაურღვეველი, როცა საქმე ოპოზიციის გეგმებისა თუ უგეგმობის კომენტარებას ეხება. თამარ ჩიკვატი აგვიანბობს, რას ნიშნავს შიდა საქმეებში ჩარევის დიპლომატიური გაგება. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. ევროკავშირის ელჩი ორმაგი სტანდარტის ახალ სიმაღლეებზე ავიდა. დიპლომატს დიპლომატიური თავშეკავება მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც საქმე მისთვის არასასურველ კითხვას ეხება. ეს მაშინ, როცა მედია არქივი პაվել ჰერჩინსკის არაერთ პოლიტიკურ განცხადებას, აქტივობას თუ მოწოდებას ინახავს. გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას მისი ყველა უფლება, როგორც პატიმრის და როგორც ბრალდებულის სასამართლოში. იმედი მაქვს, საერთოდ არ დამტკიცდება ეს კანონი, ან თუ დამტკიცდება, იქნება სრულიად განსხვავებული. გაიწვიეთ ეს კანონი. რადიკალური ოპოზიცია დიპლომატის პოლიტიკური აქტივობის გამართლებას ორაზროვანი პასუხებით შეეცადა, თუმცა ტრადიციულად კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ნაცმოძრაობის ლიდერმა ჯერ უარყო დიპლომატის მხრიდან ქვეყნის საქმეებში ჩარევა, რამდენიმე წამში კი თქვა, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ელჩის პირდაპირი ვალდებულებაა. არ ერევა შიდა საქმეებში რადერად ერევა ვალდებულებაც ქონდა, რომ განცხადებები გააკეთებინა საქართველოს მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. თქვენ როგორ წარგუნდით, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებდეს, ან რითი უნდა იყოს ეს ადამიანი დაკავებული. მმართველ გუნდში დღეს ევროკავშირის ელჩის პოლიტიკური განცხადებების მხოლოდ ნაწილი გაიხსენეს, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმის დასადასტურებლად, რომ დიპლომატის მხრიდან არა მხოლოდ ორმაგ სტანდარტს, არამედ საზოგადოების მოტყუების მცდელობას ჰქონდა ადგილი. 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში პირდაპირ განცხადებებით იყო ეს ადამიანი წარმოადგენელი, რომელიც ხელს უწყობდა კოლექტიური ნაცმოძრაობის მისი მოლოდინის წარმატებას საარჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში. პირდაპირი მოწოდებები იყო, ამავდროულად გარედან, მათ შორის ევროპული ფონდებიდან ფინანსდებოდა სხვადასხვა ღონისძიებები, სადაც მონაწილეობას იღებდნენ კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიები, მათი წარმომადგენლები და ჩვეულებრივ წინასაარჩევნო კამპანია იყო დაფინანსებული. ეს უკვე ორმაგი სტანდარტი კი აღარ არის, საერთო სტანდარტები აღარ არსებობს და უბრალოდ სამწუხაროდ ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან დიპლომატიური სტანდარტების აბსოლუტური დარღვევით ხდება არა მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ საზოგადოების მოტყუების მცდელობებიც კი. მთელი საარჩევნო პერიოდი, არჩევნების შემდგომი პერიოდი დაკავებულები იყვნენ პირდაპირი, ასე ვთქვათ, ჩარევით საქართველოს საშინაო პოლიტიკაში. ერთის მხრივ მიგვანიშნებს, რომ კრიზისი გვაქვს და ამაში მე ვიტყვი, რომ გარკვეულად დიდი როლი სწორედ ამ გარე ჩარევას ეკუთვნის და მეორე მხრივ ამბობს, რომ ჩვენ აქ არაფერ შუაში არ ვართ. სამწუხაროდ არიან შუაში და შუაში კი არა, ერთ შემთხვევაში ამ კრიზისის შექმნაში აქვს პირდაპირი მონაწილეობა მიღებული. არა მარტო ევროკავშირის ელჩი, არამედ არც ერთი ქვეყნის ელჩი არ უნდა ერეოდეს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში, მაგრამ სამწუხაროდ მის მიერ გაკეთებული განცხადება და ის ქმედებები, რომლებიც ჩვენ ბოლო პერიოდში ვიხილეთ, ნამდვილად არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში. ჩვენ ვნახეთ აშკარა და უხეში ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში, როგორც ევროკავშირის ელჩის, ასევე ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ელჩის მხრიდან და სწორედ ეს იყო კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის. საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილის საქმიანობა დიდი ხანია დიპლომატიის საზღვრებს გასცდა. მათი პოლიტიკური აქტივობა და საქართველოს საქმეებში ჩარევა არაერთხელ კონკრეტული ფაქტებით დადასტურდა.